არ გამოგივათ თქვენ ყველაფერჩიკი და არაფერჩიკი არის სინონიმები. ყველაფერჩიკი უდრის არაფერჩიკს. ყველაფერს გავაკეთებ 2026-ში, ანუ არაფერს გავაკეთებ 2026-ში. ამ სამეს ნამდვილად გავაკეთებ მე არ ვიყომე, კი ბატონო, მანდ რაღაცეები მოხდება. თლადის მოხდება თუ არა ზუსტად შენ რაც გინდა არ ვიცი, მაგრამ კონცენტრირდება ენერგია, კონცენტრირდება მერე შენი მეგობრების ენერგია კონცენტრირება, მერე სამყაროს ენერგია კონცენტრირდება, მერე შენი კოლეგების ენერგია კონცენტრირდება და რაღაცეები მოხდება, ხო? სამი რამდენია ახლა ესეც მინდა გითხრათ რა. თქვენ ნებისმიერ ნორმალური ადამიანი რომელიც ამ ოთახში ზის ვერ გააკეთებს რას? ერთი სურვილი თავის თავს რო არ მიუძღვნას პირადად არ გამოგივათ. არ არსებობს ეგეთი სამი სურვილი, სადაც მე არ იქნება საერთოდ. ან ჩემი ჯანმრთელობა, ან ჩემი ცოდნა, ან ჩემი რაღაცა, ჩემთან დაკავშირებით პირადად ჩემი დისციპლინა, ჩემი უნარები, რაღაცა უნდა იყოს. ანუ ეგ ერთი დაიხარჯა შენ თავზე. მეორე ვერ გააკეთებ, რომ ერთი სურვილი მაინც არ წავიდეს საახლობლოზე. ერთ ახლობელს მაინც დროის ნებისმიერ მომენტში ყველაზე მეტად ჭირდება შენი ენერგია და შენი დახმარება, ემოციური და მორალური იქნება თუ პრაქტიკული. ანუ მეორე სურვილი დაიხარჯა, რომ ის მიმყოფე კარგად, ვიღაც შვილი, დედა, ბიძაშვილი, მეგობარი, პატიმარი, ისა ვინც არის, ხო? და მესამე სურვილი პროფესიულზე რო არ დაიხარჯოს, ახლა ამ გარემოში ვართ, არ გამოვა, იმიტომ რომ მთელი შენი რესურსები, დანარჩენი სურვილები დიდწილად დამოკიდებულია შენ პროფესიულ განვითარებაზე. იცით რა გამოვიდა? თითო სურვილი გაქვს მოსაფიქრებელი. სამი სურვილი არის, სამი ტერიტორია უკვე მოფიქრებულია, სამი ოთახი შენი სახლის, ასე ვთქვათ, აი ამ ოქროს თევზის სახლის სამი ოთახი ცნობილია და შენ იზღა გაქვს მოსაფიქრებელი, რომ ჩემთან დაკავშირებით ერთი რომელი სურვილი ავირჩიო. მაგიტო აქვს ჩვენ 1009 პარასკევი და დანარჩენებსაც, რომ ერთის არჩევა ადვილი არ არის, ბევრი რამე მინდა. ჩემ თავთან დაკავშირებითაც ბევრი რამე მინდა, ახლობლებთან დაკავშირებითაც ბევრი რამე მინდა და საქმესთან დაკავშირებითაც ბევრი რამე მინდა.